გამარჯობა. ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების სერიას, თუ რა სიკეთე მოიტანა ახალმა კანონმა. სანამ ვიდეოს თავარ გმინებზე გადავალთ, მანამდე პატარა ჩანარს გავაკეთებ. სიტუაციის კომიკურობა რომ გავიაზროთ მაქსიმალურად. მოკლედ ვერავინ ვერ ხვდება თუ რა კანონი მიიღეს, რა დაწერეს, რა დაამტკიცეს, რა აკრძალეს, რა დაუშვეს და საერთოდ რა ხდება. აი ესეთი ნივთები მქონა ჩაბარებული ექსპერტიზაზე, სხვა ვერავინ ვერ ხვდებს პასუხს, აკრძალული არის თუ არა ესეთი ნივთები და მომიწია თანხის გადახდა ექსპერტიზაზე ჩაბარება, ლოდინი თუ გამერკვია რომელი არის მათგან აკრძალული და რომელი არა. რომ გაერკვეთ, საუბარი არის სუფრის დანაზე, კარაქის დასასმელ დანაზე, საბავშვო დანა არის, პომიდორის დანა არის და ორი ცალი დასაკეთი საბავშვო დანა არის, სათამაშო დანები ასეთი. ჰოტდოგი არის ეს დასაკეთი ჰოტდოგის იმიტაცია. ხო და სანამ ვიდეოს ჩავწერდი, მანამდე პოსტი დავდე და სურათი დავდე, რომ თუ ვინმე გამოიცნობდა თუ რომელი არის აკრძალული და რომელი არა. უფასო ლესვის მომსახურებას შევთავაზებდით ჩვენთან სახელოსნოში და 130 კომენტარი არის დაწერილი ამ მომენტისათვის და სწორი პასუხი ჯერჯერობით არავის არ დაუწერია. და ვინც არ იცის, კანონის იდეა ის არის, რომ გასაგები უნდა იყოს, რომ ადამიანმა მაინც შეძლოს რომ დაიცვას და არ დაარღვიოს. კეთილი, ამ დანებზე ახლა რაღაცას ველოდები, რაღაცას ვარკვევ და მაგის მერე უკვე გაგიზიარებთ თვითონ აი ამ დასკვნასაც თავის ამ დანებთან ერთად. მანამდე თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, რომელი არის კანონდარღვევა, რომელი უნდა გადაიტანოთ საბარგულში ჩაკეტილი кейსით და თქვათ რომელი არის უსაფრთხო ნივთი. კეთილი. გადავიდეთ ახლა ვიდეოს თავარ გმირებზე, ვიქტორინოქსებზე. მოსახლეობის ალბათ უდიდესი ნაწილი კითხულობს, თქვათ, შეიძლება თუ არა მრავალფუნქციური ვიქტორინოქსის დანების ტარება. ხო და მთელ მსოფლიოში ნებადართული არის რომ იცოდეთ, მე არ მეგულება ქვეყანა არც ერთი, სადაც ესეთი ნივთები არის აკრძალული. მაინც სხვანაირად თუ ვინმეს უჭირს გააზრება, რასთან გვაქვს საქმე, აი ეგრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ არსად ესეთი ნივთები არ არის აკრძალული, არც ერთ ქვეყანაში. არსად ესეთი სიმკაცრე და ესეთი კომიკური სიტუაცია არ არის. ჩვენ შემთხვევაში ახლა მე ეს ნივთი ექსპერტიზაზე მიტანილი მქონდა 2024 წელს. გაგიზიარებთ მაგას. აი რო შეხედოთ, აი ეს ამ კონკრეტულ ნივთზე არის სხვა საუბარი, სხვა ნივთებზე არ დავუკარგოთ, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა და აი 24 წელს არის მიტანილი. მაშინ ექსპერტს 14 წლის სტაჟი ჰქონდა, კაფეოთ არის მითებული აი აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და ასე შემდეგ და წავიკითხოთ. გამოკვლევას ექვემდებარება ტექნოლოგიურ გვერდებიდან, ეს არის ტექნიკური აღწერა სეგმენტისაგან, კერძოდ მცირე დანის პირისაგან და გასახსნელებისაგან, ამ დანაზე არის საუბარი. მხოლოდ პარამეტრები წერია და ზემოთ აღწერილი დანას კრიმინალისტიკურ კრიტერიუმთა ერთობლიობაში შეფასებით არ გააჩნიათ ცივი არაღის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკამარისი ნიშან-თვისებები და არ მიეკუთვნებოდა ცივი არაღს. შესაბამისად, აქაც მითითებული არის TRA QPM სახელმწიფო. ეხლა მოგეხსენებათ 1 მარტს ახალი კანონი შევიდა ძალაში და მაინც ეშმაკს არ ძინავს, ბოლო პერიოდია ძალიან ხიზლად არის და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ მიგვეტანა კონკრეტული დანა ექსპერტიზაზე და დაგვედგინა რაიმე თვისება ხო არ იცვალა ამ დანამ. აი ამ დანაზე არის საუბარი. გადავიდეთ. იგივე სახელმწიფო გვაქვს GACTL 0166 და ამ შემთხვევაში უკვე 16 წლის სტაჟი აქვს ჩვენს ექსპერტს, 2 წელი გავიდა მას შემდეგ მოგეხსენებათ და გადავიდეთ უკვე დაიწერა თვითონ მაგ დანაზე. აი აქ გამოსაკვლევას ექვემდებარება ტექნოლოგიურ გვერდებიდან ვერცხლისფერი ლითონის მაგვარი მასალისაგან, ისევ ტექნიკური აღწერა, ვიქტორინოქსი, გამხსნელები. ერთ წამიკითხავს გამხსნელი წერია ბოთლის თუ არა. მოძრავის სეგმენტებისგან, დანის პირისგან და გასახსნელებისგან. კი ბატონო, მითითებული არის და გამოსაკვლევი ობიექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 იანვრის 38 დადგენილების მიხედვით მიეკუთვნება ცივ იარაღს. შესაბამისად, 2 წლის მერე ეს დანა აიგრძალა და აღარ შეიძლება აი ამ დანის ტარება. მანამდე მე თავისუფლად დამქონდა ხოლმე 2 წლის განმავლობაში ეს დანა, საკვების მიღების მიზნით რაღაცა ამანათი იყო გასახსნელი, რაღაცა იყო გასაჭრელი, მაინც ხელოსანი ვარ. დღესდღეობით ესეთი სიტუაცია არის. ბოთლის გასხნაც ალბათ რომ მოგვინდეს, ალბათ რაღაცა კბილით უნდა გავხსნათ ან რაღაცაზე ჩამოვატყათ. კეთილი, მეგობრებო, მოკლედ. დანარჩენი კანონში ძალიან მკაფიო წერია ერთადერთი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ. ხო და მე არ ვიცი ახლა მაგის მოფიქრების დროს ეს გაზომეს, წარმოიდგინეს 4 სანტიმეტრი რამდენი არა. მოკლედ ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი ცნობილი მოდელი, რომელიც ალბათ ძალიან ბევრს გასაღებებით დააქვს და თუ გავზომოთ პირის მაქსიმალურ სიგრძეს
დავინახავთ, რომ 40 მმ-ზე მეტი არის. შესაბამისად, მე თქვენს ადგილას მოვერიდებოდი აი ამ დანის გასაღებზე ჩამოკიდებას, იმიტომ რომ კიდევ კანონის მიხედვით მაგ შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმა გამოგეწერებათ და კონფისკაცია მოხდება თვითონ ნივთის და სახელმწიფო აღარ დაგიბრუნებთ ამ ნივთს. შემდეგ აუქციონზე გაიყიდება ის ნივთი და შეგიძლებთ რომ ისევ იყიდოთ ის თქვენი ნივთი უკან, თუმცა შეიძლება სახლში მიტანამდე ისევ დაჯარიმდეთ და ისევ მოახდინოს სახელმწიფო კონფისკაცია. კეთილი მოკლედ, სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისათვის. თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი და გამოცდილება, მადლობლები ვიქნებით.